აი ძალიან მაინტერესებს ვახტანგ მაისურაძე, რომელიც თითქოს არის კასპის პირველი პირი და რომელიც იბრალებს, რომ მისი მმართველობის პირობებში კასპი ისე განვითარდა, რომ გადაასწრო რიგ ქალაქებს, მაგალითად მილანს, რომს, პარიზს, ბრიუსელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რატომ თავად ვახტანგ მაისურაძე არ ცხოვრობს კასპში და ყოველ დილით, რატომ დადის თბილისიდან ბიუჯეტის მანქანით, რატომ ფლანგავს აი ამ ფულებს და რატომ ბრუნდება უკან საღამოთი თბილისში. რატომ თავად არ ცხოვრობს იმ ქალაქში, რომელშიც თითქოს შექმნა სიკეთე, ბედნიერება, განვითარება. რატომ თავად არ სარგებლობ ბატონო ვახტანგ აი ამ ყველაფრით? რატომ თქვენი შვილი არ სწავლობს სოფელ სასირეთში, რომელიც თქვენი მშობლიური სოფელია, სადაც დაიბადეთ, გაიზარდეთ, სადაც კაცად იქეცით, სადაც კასპის სიყვარული იგრძენით და სამშობლო სიყვარული იგრძენით? რატომ თქვენ არ ცხოვრობთ იქ, სადაც თითოეული კასპელი თქვენს მიერ აი ამ ნაკოწიწებ, აი ამ შედუღაბებულ ბედნიერებას იზიარებს? თქვენ რატომ არ ცხოვრობთ იქ? რატომ არ ათენებთ და არ აღამებთ ღამეებს და დილას რატომ არ ათენებთ აი ამ მტვრისგან გაწმენდილ ქალაქში?